საუკუნის სინათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქართულ მართლმადიდებელ ლოცვებში რომ შეგვხვდება კათოლიკე, ეს ნიშნავს მსოფლიოს, ეს ნიშნავს საყოველთაოს, ეს ნიშნავს სრულს, მსოფლიო ნიშნავს. ერთმა და უთავროს წმინდა ნოეს დროს, მართალი ნოეს დროს, მარტო ნოე იყო მართალი და კაცობრიობა გადაარჩინა და სიცოცხლე. და ჩვენ საკმაოდ მრავალნი ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. სვეტიცხოველი ცხეთა არის მეორე იერუსალიმი. მეორე რას ნიშნავს? იგივე იერუსალიმი. რადგანაც უფალს რომ ემოსა, აქ ბრძანდება და მიწიდან ადის ცამდე მზეზე დიდი ელვა ნათელი, ციდან ჩამოდის და ამ ნათელს ხვდება და ძველ ქართულად შეთქრომა ქვია, როგორც წმინდა წყარონი, წყლები, მდინარენი, წმინდანი შეერთნენ. აი ეს ნათელნი ხვდებიან ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი წინაპრები ხედავდნენ, აქ მარადიული ნათელია, რომ ამ წუთშია და მეორე წუთს არ არის, დღესაა და ხვალ არა, ესე არ არის, სულ არის ნათელი. ოღონდ მას უნდა სინათლის თვალი, სინათლის მადლი, სიწმინდის დანახვის მადლი და ბედნიერები არიან აქ მოღვაწენი, მამა ისააკი, მოძღვარნი, ჩვენ ძმები ვართ, ღმერთიშვილები ვართ, ქართველები ვართ. უსაშინელესი დროის ცხოვრებნი ვართ. ასეთი დრო საქართველოს არც წეული შახაბასის დროს ქონია თუ დაიჭირებთ. ამიტომ ღმერთმა მართლმადიდებლობის სიმტკიცით უნდა გადაგვარჩინოს. თუ მართლმადიდებელმა მართლმადიდებლობას უღალატა, ცხონება აღარ არის. მეუფეს ლექსი. სამშობლო გახსოვდეთ. სამშობლო გიყვარდეთ მარადის. მის გულში მზის ხივებს აქსოვდეთ, უმისოთ სიცოცხლე არ აღირს. ვინც მისთვის ღამეებს ათენებს, მამულს ეგულება ფარადის. გვახსოვდეს სამშობლო ქართველებს, სამშობლო გვახსოვდეს მარადის. პირველად მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე იოსელიანი, რომელიც გამოუძღვა თავის მრევლს შარშან, ჩამოვიდნენ მცხეთაში. გაგვაოგნეს მცხეთელები, შეგვაყარეს თავი, გადაგვრიეს ერთი სიტყვით, დიდი სიყვარული და ურთიერთობა გაიბა ჩვენ შორის. ეხლა უკვე ძალიან ახლობლები ვართ, ეხლა უკვე ნათესავები ვართ და ძალიან ესეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. მის კვალს მერე მოჰყვნენ სხვანი და სხვანი, აგერ ეხლა აქ ბრძანდება ბატონი ჰაიდარ დარჩიაშვილი, თავისი ვაჟით ლექსოც დარჩიაშვილი, მისი ვაჟი. გიორგი ხუციშვილი, ატო გუგულიშვილი, ლექსო ნიკაშვილი, ჰუსეინ რამიშვილი, აგრამება, თუმარია ძებეროვი, აქ არის ლევან ხუციშვილი.
ნიკოლოზ იოსელიანი, ალექსანდრე იოსელიანის ოჯახი. კახაბერი. ახასადა. ახა გულიაში. უნდა გითხრათ რომ უკვე სტუდენტებიც აქვთ, ერთი არ არის აქ ფერეიდანშია თორმიკე ფანიაშვილი, კახა მულიაშვილი და თამარ იოსელიანი უკვე სტუდენტები არიან თბილისის უმაღლესი სასწავლებლების. და მათ შორის ლექსო აკადემიის სტუდენტია ხუთოსანი, ფრიადოსანი, ისე რომ სულ მალე საქართველოს მათი სახით დიდი და სამშობლოს მოყვარული პატრიოტი მოქალაქეები შეემატება. დღეს დღეობით ჩვენ დროების განმავლობას ახლა არ უნდა გაითვალისწინოთ და ღმერთს ავთხოვოთ რომ უფრო გავძლიერდეთ, გავერთიანდეთ და მალე ვიყოთ საქართველოში, რომელიც მთლიანი საქართველორი და ყველა ქართველი ერთად ვიყვნოთ. მაგრამ და მაშინ ღმერთს ავთხოვოთ რომ გაბწყინდეს ძალიან მალე საქართველო. ჯერ პირველად მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს და დაგუსწრებთ. წავიკითხავ ახლა მეუფეს ლექს ქართულო ენა. დალოცვილი გაქვს ფესვები და ძირი. მარადიული აზრის შუქი ხარ. შენით მღერი და შენით ვევტირით. სირცხვილი ქართველს თუ არ უქი ხარ. უშენო დღეც ნუ მაცოცხლა ერთი. უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს. საუკუნებს სიცოცხლედ ერთვი და კვლავ მიითვლი ერთ გულ ზვარკებს. ტკვილ სურნელი აქვს შენს ხმებს და ფერებს და რიჟრაჟული ღიმილის ჩენა. შოთაის ვაჟას ილიას მე რა ვთქვა ჩემო ფრთიანო მენა. აგვარები ხარ? იოსელიანები. ჩვენ მე ახლა ვსწავლობ აქ გპ-ში. გპ-ში კი. რაზე? კომპიუტერში. შენი და ჩემი და თეირანში, ირანში სწავლობს ქიმიას. ქიმიას. ნუ დამთავრებს მე ჩამოვა. დედა რას აკეთებს? დედა აქ ასწავლის ხალიჩევის ქსოვას. ჩემი ბებიაც ქსოვდა ხალიჩებს თუ ძალიან ძალიან გამიხარდა. ერთმანეთს კვეთავენ დაჭიმული გვაქვს შვილდები ნუ მივატოვებთ ერთმანეთს როცა ერთმანეთს ჭირდება
ისმოდეს საქართველოში სიმღერა მერც გეფიცებიყე. პირველად მესწავლა ამბანი დედის ენა. 40 წელი წინ დასწერიყე რასაც ნატრობდი ღმერთსა, ცრემლით, იმას რომ ვიძახი გულით ვიძახი, ცრემლით, რომ ნატრობდი. ის ჩემ დაწერილები ავანთიყე და ნატრობდი რომ ერთ დღე შეექნას რომ საქართველოში ქართველებთან ისები რომ ყველა დედის ენას ჩემთან ლაპარაკობენ, იმათთან შახდომელი ვიყო. მადლობა ღმერთსა, მადლობა ქენა ველას. მადლობა. მეტირება და მიხარია ამავე დროს. მიხარია და ვხედავ იმ კვალს, რომ ისინი ჩვენთან ბრუნდებიან და ვხედავ იმასაც, რომ უკვე წასვლის სურვილიც აღარ გქონიათ. 1966 წელია. მამა პაპის, ჩვენ ბაღვენახში ვიყავი და 1966 წელს დავწერე პატარა ლექსი ფერეიდანელი ქართველის ფიქრები დიდ საქართველოზე. შენთან მოფრენა ბევრჯერ ვინატრე, მაგრამ სუსტია ოცნების ფრთები, ვერც შენებური თბილი მზით უთბები, ვერც შენებური სურნელი თუთრები და არც იმედი გზას არ მინათებს. დავტირი როგორც უდაბურ ტყეში, პატარა მშობლის ყვალ დაკარგული, სულ რომ არ იყო გადაქარგული, სულ რომ არ იყო გზადა დაფნული, შენი კალთის ჭრდილს ვინატრებ მაინც. ღვთიური ენა მასწავლა ნენამ, თვით ცხოვრების გზა ტანჯვით გალია. მასაც ეს ფიქრი არასვენებდა, ძილში და ცხადში შენ გახსენებდა, ვაგლახ ეს მიწა ექცა გალიათ. აქ კი იმ წყეულს მზესა დარებენ, ვინც ისტორიას სისხლით ღებავდა, გაუთენებელ სიზღამე გავდა, ავი ყორანი ავად ყეფავდა, მაინც ველოდით გამოდარებას. შენ გაგითენდა დედამ შობელო, განთიადები ხატავენ შენს ცას. მეკვლავ ცრემლიმდის შეუშრობელი და ფიქრი წამებად მეკცა, როსღა ვიხილო მე შენი ზეცა, დიდება ღმერთს ვეტიცხოს რომ იხილებს და იხილავთ და მარადია.
ქართველები სწავლობდნენ რომში, ჩვენი ქართველები სწავლობდნენ ათენში. რომისა და ათენის, საბერძნეთისა და რომის ტოლი იყო საქართველოსი. და ვახტანგ გორგასალს გამოჰყავდა 650,000 ახალგაზრდა მხედარი 25 წლამდე. სტალინმა მიბაძა და გამოიყვანა 700,000 40 წლამდე ასაკის. და მოგეხსენებათ სტალინს არ მეუბრალოდ ომი რა საშინელი იყო და სტალინი კეთილი იყო ჩემი აზრით. მეორე საუკუნეში ფარსმან ქველმა თელ მსოფლიოში პირველი მოჯირითის ადგილი დაიკავდა მარსის მოედანზე აფრენილი ცხენით დაუდგეს ძეგლი. აი ესეთები ვიყავით ქართველები. ირემსა ირმებში გამოარჩევს ლომი, ვეფხვი, აფთარი, რომელიც ჩამორჩება. ვახტანგ გორგასალი ჯანმრთელ ირემს ფეხდაფეხი ჭერდა. როცა იბრძოდა, მოვიდოდა და აი ამ თებთან ძირს ჩამოხდებოდა ცხენიდან საღამოს, ნაბრძოლი გამარჯვებული, მოიგდებდა ცხენ ზურგზე და მთებზე აყავდა. აბა წარმოიდგინეთ, ვინ იყო, რა ძალა ჰქონდა. მაგრამ ეს ზღაპარი არ არის, ესა ჭეშმარიტება. როგორ ჩვენ ჩანგლით კარტოფილი ავიღოთ და გადავაგდოთ, აი ესე თები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, გიორგი სააკაძე, დავით აღმაშენებელი. ჩვენი წინაპრები. ჩვენი მათი შვილები ვართ. მეფე მირიანს ცა გაეხსნა და ღმერთი იხილა. დიდგორს გადმოდგა დავითი, მტერი ჩნდა 100 ჯერ მეტია. ძალთა სიჭარბით ურჯულოს, თავზე დასხმოდა რეტია, ვინაც რომ ეშმაკს მსახურებს, სულ ილღას მოუხვეტია, უნდათ სცენ საქართველოსა, ქრისტიანობის სვეტია. მიწა შავ ლაშქარს ვერიტევს, ჰაერზრავს ბუკთა ხმობანი, გაისმის ურჯულოთაგან, მართალი რწმენის გმობანი, ღვთისანგელოზი იქნება ქართლის წყლულების მომბანი. ჯერ არ უნახავთ ზოგ-ზოგებს, დიდი დავითის წყობანი. მეფე დიდებას ღაღადებს, მუხთელთა აღპრობით მლოცველი, ცა იმედს გამოანათებს ყველა სიკეთის მომცველი, წმინდა გიორგი წინ გვიძღვის, ჩვენც მივყვეთ მტერთა მოცელვით, ან გავიმარჯვებთ, ან ყველა ამ ადგილს დავიხოცებით. ყალყზე შემდგარან ტორს სემენ, ფაფარ აშლილი ლომები, გათავხედებულ ურდოსის სრულად გაწყვეტის მდომები, აკვნიდან გამოწრთობილებს, ბევრი უნახავთ ომები, არწივნი ყორანთ მოსრავენ, იმათ ყრანტალზე მწყრომები. ქართველთა ლაშქარს 200 რჩეული გამოეყოფა, თითო ისეთი ტრის ლაშქარს 100-სა და 1000 ეყოფა. თურქნი ფიქრობენ ქართველნი შიშის ხაფანგით შეთოკეს, სიმშვიდის მადლით მოსილებს, ახლოს უშვებენ მეტოქეს. ცეცხლად ქცეულმა 200-მა მტრის ჯარი არის დარია, წაბოვა მეფე ბრძოლაში მტრისლით ხვად გრიგალ კარია, ცხენს და კაც კვეთენ მათ წყობა, ქაოსურს მინაგვარია. დაბლითკენ წავა მტკვარისკენ, ურჯულოს სისხლის ზღვარია. გაქცეულს აღარ მისდევენ, წავიდეს, ამბავს წაიღებს. ქართველთა უძლეველობას მალე მსოფლიო გაიგებს, მოყვას მოყრულად დახვდება, ტრად მოსულს ფეხქვეშ გაიგებს. აწი ჩვენს მამულს მომხდური, ვეღარ ასოდეს აიღებს. ასე ფიქრობენ ქართველნი და დიდხანს ასე იქნება, სულის სიმტკიცით ერთად მყოფთ, დუშმანის არ ეფიქრებათ, სიცოცხლის დილა ჩახჩახებს, ღმერთმა გვაშოროს უკუნი. ამინ.
უსმინე ბებო რა დიდება მაღალთაშინა ღმერთსა ქვეყანასა და მშვიდობა კაცთა შორის სათნო. კურთხეული იყოს სვეტი ცხოვლით საქართველოს მომავალი. ხევანდელი დღის მადლი. უწმინდესის ლოცვა, ქადაგება, ნატვრა, წინვალება. ხორჩი მყოფი სიწმინდის ზალა და მადლი შეეწიოს საქართველოს. ყველა მეუფის ლოცვა მადლი შეეწიოს. მე ჩემ ცოდვილ თავს არ ვთვლი. მამა ისააკის ამ დიდი სვეტი ცხოვლის წინამძღვრის ლოცვა შეეწიოს. მამათა ლოცვა, მოზღვართა, ერთა, მონაზონთა, მომავალთა, ჩვენი დედების ლოცვა. თქვენი ყველას ლოცვა, თითო სხივად, თითო მადლად შეეწიოს საქართველოს. საქართველოს ძლიერებას გაუმართოს ლაგვასათიანის მადლი. მინდასწავლოს ზღვაში ქვიშ ამ წმინდანების მადლით. მოყვარე უმრავლოს და მტერი დაუცეცხლოს. ამინ. გაიხარეთ. ორი ადამიანი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. და უნდათ რომ ერთად დამჯდარიყვნენ. ესაუბრათ, პური ეჭამათ, მაგრამ ამისი საშუალება იმ დღეს არ მიეცა. და მოილაპარაკეს რომ მოდი ხვალ შევიკრიბოთ. დაუჯდეთ და ვიქეიფოთ. მეორე დღეს შეიკრიბე. ტრაპეზის მოაწყვეს, მაგრამ განწყობა ისეთი აღარ იყო. და რატომ ამბობ ახლა ამას? დღეს ჩვენი შეხვედრა იყო ყოველგვარი მომზადების გარეშე. უბრალოდ იყო სურვილი, ყველას ჰქონდა სურვილი, რომ დღეს შევკრებილი ხარ. არანაირი მომზადება აქ არ ყოფილა. და დღეს ვიჯექი და ვთქვებოდი და ღმერთს ვადიდებდი, იმიტომ რომ ესეთი საღამო გვაჩუქა ღმერთი. ესეთი განწყობა, ესეთი სიჩუმე, ესეთი იდუმალება სულში, ალბათ ადამიანმა რაც არ უნდა მოინდომოს, თვითონ ვერ შეძლებს თუ ამაში ღმერთი არ ჩაერევა. ამიტომ დღეს ეს ამბობა მეუფის ამ დიდი ლოცვისთვის, იმ დიდი სიტყვებისთვის, იმ დიდი განწყობისთვის, რომელიც დღეს მისი ლოცვა-კურთხევით, მისი წყალობით ჩვენს მოგვენიჭა. მადლობა ყველას, ყველაფრისათვის. მე კიდევ ერთ რამე შევეცადე, მეუფე მეუბნება, მამაო, შენ მასპინძელი ხარ და მე კიდევ ესე ვიტყვი, რომ სვეტი ცხოველს დღეს ყველა მასპინძელი ყავს აქ. ყველანი მასპინძლები ვართ, მეუფე, მე ესე მესმის. ამიტომ მე ერთ რამეს შევეცადე. თუ გინდა რომ ადამიანს პატივის ძე, ზენეტად ნუ შეაწუხებო და მეც დავიმალი. და ამითი ყველამ თავისუფლად იგრძნო თავი. არავინ არ იყო სტუმარი, ყველა მასპინძლა გრძნობდა თავს და ამიტომ მე მადლობ ღმერთს. ამ ყველაფრისთვის, რომ აი ესე თბილად ღებულობს სვეტი ცხოველი და თბილად ღებულობს ის ტაძარი, რომელიც არის გული საქართველოს. მე ამ ტაძარს ვეძახი ხშირად დედას. იმიტომ რომ როგორც დედიდან მოედინება ყველა მადლი, ყველა წყალობა და ყველა ნიჭი თავის შვილებზე. აი ესევე ამ ტაძრიდან მეედინება მთელ საქართველოში ეს მადლი და მე მინდა რომ ჩვენს აი დედა ტაძარს
მის მათს კიდევ ერთხელ შევთხოვა და მრავალგზის რომ ის სვეტი ცხოველი რომელიც მეუფემ კარგად ბრძანა რომ ეს ხანდახან კი არ გამოჩნდება ეს განუწყვეტელი ეს არის სვეტი უხილავი სვეტი რომელიც იმ პირველი საუკუნეებიდან დღემდე და უკუნისამდე იქნება ზეცასა და მიწას შორის ანუ ეს არის ის კიბე რომელიც კიბეც იაკობმა იხილა ანუ ღვთისმშობელი რომელიც ზეცა დადიოდა და ჩამოდიოდა ანგელოსთა სახითო და ეს არის ზუსტად ის დედა ტაძარი სადაც უხილავი კიბე სვეტი ადის და ჩამოდის ანგელოს და დასი და ჩვენი განწყობა ჩვენი სურვილები მიაქვს ზეცად და ზეციდან ღვთის მადლი ჩამოაქვს ჩვენთან დედამიწაზე და მადლობა მადლისთვის ამ წყალობისთვის რომელიც მოეფინება უკუნისამდე და უკუნისამდე ღმერთმა უმოაკლეს ქართველებს არა ამ ჭერმეტყველი კაცი მართალია დრო არ არის კარგი მაგრამ ჩვენ ხო კარგები ვართ და კარგები უნდა ვიცით რომ ჩვენთან იქნება ჩვენთან იქნება ერთმანეთს კვეთავენ დაჭიმული გვაქვს შვილდები ნუ მივატოვებთ ერთმანეთს როცა ერთმანეთს ჭირდებით ჰერიო ბიჭებო ჰერიო ბაიოს მადლით ღერიო ისმოდეს საქართველოში სიმღერა